მოგესალმებით, ეს არის კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამთა გაზაშვილი გაგაცნობთ. ეუთოს გენერალური მდივანი თბილისშია ფერიდუნ სინირლიოღლუს მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა უკვე გაკეთდა ერთობლივი განცხადებები. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ეუთოს გენერალური მდივნის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან. ის ასევე ეწევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ უძის ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. მირიან გორგოძე გვერდდება პირდაპირ ეთერში და მისგან მოვისმენთ რა განცხადებები გაკეთდა ეუთოს გენერალური მდივნის და საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივ ბრიფინგზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოში ჩამოსვლისთვის, როგორც მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა გენერალური მდივნის თბილისში სტუმრობა. სხვადასხვა მიმართულებით ძალიან პოზიტიური გზავნილია შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბუნებრივია, რომ საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა, რაც თავის მხრივ ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას გულისხმობს. გარდა ამისა, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, რომ საქართველო გამოიყენებს ყველა შესაძლო მექანიზმს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. თავის მხრივ ეუთოს გენერალურმა მდივანმაც განაცხადა, რომ ის და ამავე დროს ორგანიზაცია ზოგადად ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია დაინტერესებულია, რომ საქართველოსთან გააღრმავებს არსებული თანამშრომლობა და დიალოგი, რადგან გენერალური მდივნის შეფასებით სწორედ დიალოგი არის მთავარი გასაღები სხვადასხვა კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით. ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ეუთოს გენერალური მდივნის პოსტზე. მე რა თქმა უნდა ერთგულად ვემსახურები ყველა იმ ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც ჩვენი ორგანიზაციის წევრები არიან. მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეუთოს საკმაოდ დაინტერესებულია და ჩვენ მხარს უჭერთ როგორც საქართველოს, ასევე ამ რეგიონის ყველა ქვეყანას. ჩვენ გაგვაჩნია მედიაციის მრავალი საშუალება, რომელსაც ვიყენებთ ასეთ შემთხვევებში და ჩვენ უწყვეტად ვცდილობთ ჩავერთოთ კონფლიქტის რეგულირების საკითხებში. სტაბილურობა საქართველოში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როგორც მისი ხალხისთვის, ასევე მთლიანად რეგიონის ინტერესებისთვის. ჩვენ მუშაობთ საქართველოსთან ერთად ათეულობით წელია და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ გვინდა საქართველოს დაუმტკიცოთ, რომ ჩვენ მოწოდებული ვართ ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების გამტკიცებაში, ყველანაირი თვალსაზრისით და ყველანაირი საშუალებით, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას გააჩნია. თქვენი ვიზიტი საქართველოში, ბატონო გენერალურ მდივანო, მნიშვნელოვანი გზავნილია და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საქართველო არის ეუთოს ის მონაწილე ქვეყანა, რომლისთვისაც ევროპის უსაფრთხოებისთვის და თანამშრომლობისთვის ზრუნვა ყველაზე რელევანტური და მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და მიმოვიხილეთ საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები. საქართველოს ორი რეგიონი, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, კვლავ არის რუსეთის ოკუპაციის ქვეშ და რუსეთის მხრიდან კვლავაც ირღვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა თავად გაემგზავროთ საოკუპაციო ხაზთან, საკუთარი თვალით იხილოთ ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გაეცნოთ ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს. საქართველოს საკითხზე მსჯელობა ეუთოს ფარგლებში უნდა გაგრძელდეს, ხაზს უსვამ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის სიმტკიცებს. აქვე მსურს აღნიშნო საქართველოს გულწრფელი სურვილი ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას. კიდევ ერთხელ მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას და აღნიშნავ, რომ საქართველო მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში და თანამშრომლობაში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის საქართველოსთვის EUTOS-თან და EUTOS დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა. ერთ-ერთი მაგალითი მჭიდრო თანამშრომლობისა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, არის ის, რომ მაგალითად საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში მოწვეული იყო EUTOS სადამკვირვებლო მისია და ამავე დროს მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით ზოგადად საქართველოს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს EUTO ოდირის მიერ გავრცელებულ დასკვნებს და რეკომენდაციებს. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე საკუთარ სიტყვაში აღნიშნა, რომ ზოგადად ქვეყანა ძალიან დიდ პატივს სცემს იმ საერთაშორისო პრინციპებს, რის საფუძველზეც არის შექმნილი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია და თავის მხრივ მინისტრმა დააგმო ის მცდელობები კონკრეტული ძალების მხრიდან გამოიყენონ EUTOS დამოუკიდებელი ინსტიტუტები საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის. საქართველოს პატივს სცემს EUTOS დამოუკიდებელ ინსტიტუტებს. ჩვენთვის მიუღებელია ზოგიერთი აქტორის მხრიდან ამ ინსტიტუტების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების რაიმე სახის მცდელობები. საქართველოს ბოლო პერიოდში ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში საგარეო ჩარევების ღია მცდელობების თვალსაჩინო მაგალითი გახდა. ხშირად ვხედავთ ასევე საერთაშორისო ინსტიტუტების არასწორად გამოყენების მცდელობებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის სწორედ იმ ფუძემდებლურ პრინციპებთან, რასაც ეფუძნება საერთაშორისო წესრიგი, რომლის დაცვაც უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციების ვალი. საქართველოს ხელისუფლება არის EUTOS და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგული და იგივე მოლოდინი აქვს თავისი პარტნიორების მხრიდანაც. ხელისუფლებას არაერთხელ დაუდასტურებია საკუთარი ნდობა EUTOS-ამდე, ამის ნათელი მაგალითი გახდათ EUTO ოდირის მოწვევა გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად და მისიის საქმიანობის განხორციელებისთვის მაქსიმალური ხელის შეწყობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოდირის რეკომენდაციები და მზად ვართ თანამშრომლობა გავაგრძელოთ მათ შესასრულებლად. საგარეო საქმეთა მინისტრისა და EUTOS გენერალური მდივნის შეხვედრა ამ დროისთვის არის დასრულებული, თუმცა გენერალური მდივნის თბილისში ვიზიტის ფორმატში გათვალისწინებულია სხვა მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მადლობა მირიან გორგოძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. პირველი ვიცე-პრემიერი ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებში ეკონომიკის მინისტრი, ფინანსთა მინისტრთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს შეხვდა. მთავრობის ინფორმაციით შეხვედრაზე ყურადღება გამოხდა საქართველოში მსოფლიო ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ხაზი გაესვა იმ დიდ როლს, რომელსაც მსოფლიო ბანკის პროექტები ასრულებენ საქართველოს განვითარების მიმართულებით. ოფიციალური ინფორმაციით ქართულმა მხარემ ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მიაწოდა სრული ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებზე, აღნიშნა, რომ საგარეო გამოწვევების მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა პოსტპანდემიური პერიოდიდან ორნიშნა ზრდის ტემპს აჩვენებს. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, იმ მაკროპარამეტრებზე, რომელიც საშუალებას აძლევს ქვეყანას, რომ იყოს მსოფლიო ბანკისთვის საინტერესო პარტნიორი და ჩვენ მივიღეთ გრძელვადიანი თანამშრომლობის დაპირება მსოფლიო ბანკისგან, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია იმ ეკონომიკური ზრდის და ზოგადად პროგრესის შენარჩუნებისთვის. ეს არ არის მხოლოდ დაფინანსება, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მაგრამ ეს არის ასევე ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი ტექნიკური დახმარება. ამ წუთებში ვატიკანში წმინდა პეტრეს ტაძარში კარდინალები იკრიბებიან. ეს პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ მაღალი იერარქიის სასულიერო პირების პირველი შეხვედრა. კრებამ უნდა გადაწყვეტოს პაპის დაკრძალვის თარიღი და კონკლავის მომზადების საკითხი. კარდინალების ხდომის შემდეგ გამოქვეყნდება ინფორმაცია, თუ როდის დაასვენებენ პაპის ცხედარს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში. სამედიცინო ანგარიშის თანახმად ფრანცისკეს გარდაცვალების მიზეზი ინსულტია, მის გამო განვითარებული კომა და გულის გაჩერება. კათოლიკური ეკლესიის მეთაური გუშინ 88
წლის ასაკში გარდაიცვალა, როგორც 2022 წლის 29 ივნისით დათარიღებულ ანდერძში. პაპი ფრანცისკე აღნიშნავს, რადგან მიწიერი ცხოვრების დასასრულს გრძნობს და მარადიული სიცოცხლის იმედი აქვს, სურს გამოთქვას ბოლო სურვილი დაკრძალვის ადგილის შესახებ. პაპმა ითხოვა, რომ დაკრძალონ სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში, საფლავი იყო სადაც წარწერით ფრანცისკე. ბოლო თვეების განმავლობაში პაპი ავად იყო, ებრძოდა ორმხრივ პნევმონიას, ჰიპერტონიას და დიაბეტს. რომის პაპის გარდაცვალებას გლოვობს კათოლიკური სამყარო. არგენტინაში პაპის სამშობლოში 6-დღიანი გლოვა არის გამოცხადებული. სახელმწიფო დროშებია დაშვებული ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, მათ შორის ტრამპის გადაწყვეტილებით თეთრ სახლსაც. შტატების პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. სულთიერი დუმილით გაიხსნა ნიუ-იორკში გაროს უშიშროების საბჭოს ხდომა. ამ ფორმით დელეგატებმა გარდაცვლილი პაპის ხსოვნას პატივი მიაგეს. ამავე მიზეზით ევროკავშირის დროშებია დაშვებული ბრიუსელში ევროკომისიის შენობაზე. საფრანგეთში კი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ზარი სიმბოლურად 88-ჯერ დაირეკა. იმდენჯერ ამდენი წლისაც იყო პაპი ფრანცისკე. წერილი გამოაქვეყნა დიდი ბრიტანეთის მეფემ ჩარლს მესამე აღნიშნავს, რომ პაპი ფრანცისკე ადამიანებსა და პლანეტაზე ზრუნვით უამრავი ადამიანის ცხოვრებას შეეხო. მარადიული იყოს შენი ხსოვნა, ძმაო პაპ ფრანცისკე. პაპის აღსაყდრების პირველივე დღეებიდან ძმური ურთიერთობა გვაკავშირებდა. პაპი ფრანცისკე მართლმადიდებლების ნამდვილი მეგობარი იყო. ის მუდმივად აჩვენებდა ძმური სიყვარულის მაგალითს. ასევე ვლოცულობთ, რომ წმინდა პეტრეს ტახტზე აღმოცენდეს ღირსეული მემკვიდრე, რომელიც მთელი კაცობრიობისთვის პაპ ფრანცისკეს ხედვას და მის უძვირფასეს მოღვაწეობას გააგრძელებს. განსაკუთრებით ქრისტიანებისთვის, ჩვენი ძმური ეკლესიების და ახლოებისთვის, საბოლოო მიზნით, რათა შედგეს ეკლესიების სრული ერთობა. ხოლო შეიკრიბებიან ლონდონში უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და შტატების წარმომადგენლები უნდა გაგრძელდეს ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ იქზე დაწერა, აღნიშნა, რომ ესაუბრა კირ სტარმერს. სანამ მოლაპარაკებები გაგრძელდება აქტიური საბრძოლო მოქმედებები. ოკუპანტებმა ოდესას დრონებით შეუტიეს, განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები, სასწავლო დაწესებულებები და სატრანსპორტო საშუალებები. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია სამი დაშავებულის შესახებ. რთული ვითარება უკრაინის სხვა ტერიტორიებზეც, განსაკუთრებით სასაზღვრო რეგიონებში. სუმის ოლქის დასახლებებს რუსეთის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში საარტილერიო ცეცხლი 189-ჯერ გაუხსნეს. დაიღუპა ერთი მოქალაქე. ცეცხლი არ წყდება ახლო აღმოსავლეთშიც, ღაზაში ისრაელის იერიშებს ბოლო 24 საათში კიდევ 29 ადამიანი ემსხვერპლა. მედია წერს, რომ ცახალმა დარტყმები ჰუმანიტარულ ზონაში მდებარე დევნილთა ბანაკზე მიიტანა. BBC-ის ინფორმაციით, სამშვიდობო მოლაპარაკებების მონაწილე ქვეყნებმა, ეგვიპტემ და ყატარმა, კონფლიქტის მხარებს ახალი 7-წლიანი ზავის წინადადება წარუდგინეს. შეთავაზება მრავალწლიან შეთანხმებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვით ისრაელმა ღაზიდან სრულად უნდა გაიყვანეს სამხედროები, ჰამასმა კი მძევლები უნდა დააბრუნოს. ბრიტანული მაუწყებლის ცნობით ოფიციალურ თელ-ავივს გეგმაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ჰამასმა კი მოლაპარაკებებისთვის დელეგაცია ქაიროში უკვე გაგზავნა. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა პიტ ჰექსეტმა ნიუ-იორკ ტაიმსის ინფორმაცია უარყა და მედიამ მწვავედ გააკრიტიკა. ამერიკული გამოცემა წერდა, რომ მან სიგნალის მეორე ჩათშიც გააზიარა იემენში დაგეგმილი დარტყმების კონფიდენციალური ინფორმაცია. President Trump is changing the country. That's what makes America great again. The same media that მედია ანონიმურ წყაროდ უკმაყოფილო ყოფილ თანამშრომლებს იყენებს, რომლებიც ცდილობენ ადამიანების დაკნინებას და მათი რეპუტაციის განადგურებას. ჩემთან ეს არ გამოვა. ცვლილებებს ვახორციელებთ თავდაცვის დეპარტამენტში, პენტაგონს, სამხედროების ხელში ვაბრუნებ და აქ ყოფილი თანამშრომლების ძველ ამბებთან დაკავშირებულ ანონიმურ ცილის სამებებს მნიშვნელობა არ აქვს. მე ძალიან ვამაყობ იმით, რასაც ვაკეთებ პრეზიდენტისთვის. მთელი ძალით ვიბრძვით. კარდაბნის რაიონის სოფელ ფოლადანტკარის ტბაში 3 ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით გარდაცვლილი არიან მამა და მცირეწლოვანი შვილები, როგორც თანასოფლელები აცხადებენ, მათ 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ. არსებული ინფორმაციით მამა შვილებთან ერთად სავარაუდოდ სათევზაოდ გარდაბანში იყო. წასული დაწყებული არის გამოძიება.
დაბა სტეფანწმინდაში მოხდა მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციამ ორი პირი დააკავა, ისინი წარსულში დასამართლები არიან, ერთს ბრალად განზრახ მკვლელობა ედება, მეორეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა. გამოძიების ინფორმაციით 20 აპრილს ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაზარალებულს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მამაკაცი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გამოძიების ცნობით მკვლელობის ფაქტს შეესწრო მეორე დაკავებული, რომელმაც პოლიციას მომხდარის შესახებ არ შეატყობინა. კახეთის პოლიციამ ორი ნარკორეალიზატორი დააკავა, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პოლიციამ რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა, გამოქვეყნდა შესაბამისი აუდიო-ვიდეო მასალაც. ამოღებულია ჰეროინი და გამომშრალი მარიხუანა. პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალაც ამოიღო, დაკავებულია 18 პირი, მათ 9 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი საცხოვრებელი სახლების ავტომობილების და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ავტომატები, პისტოლეტები, რევოლვერები, სანადირო თოფები, ხელყუმბარები, მჭიდები, დიდი რაოდენობით ვაზნები, ასევე სხვა საბრძოლო მასალა. აქტუალობას არ კარგავს კითხვა, ვინ მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. ეს საკითხი ოპოზიციისთვის უთანხმოების მთავარ მიზეზად რჩება. ბარიერ გადალახული ოპოზიციის ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს, განსხვავებული პოზიცია აქვს გიორგი გახარიას გუნდში. ლელოში კი თემაზე მსჯელობას ნაადრევად მიიჩნევენ. ჩვენ არ შევდივართ საერთოდ ამ განხილვაში, არც ერთი და არც მეორე მიმართულებით და ვამბობთ, რომ ეს არ არის განხილვა, რომელსაც საერთოდ უნდა ვიხარჯებოდეთ აქ და ახლა. ჩვენ როგორც პარტია ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერ ტიპის გამოწვევისთვის. რაც შეეხება იმას, თუ როდის რაზე უნდა ვიმსჯელოთ, ამაზე გაგვაჩნია ძალიან მკაფიო პრეფერენცია, მკაფიო პრიორიტეტი და ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ის თემა, რომელზედაც რაიმე სერიოზულობით შეიძლება მსჯელობდეს პოლიტიკური პარტია. არჩევნების ლეგიტიმაციას ახდენს საზოგადოება, შესაბამისად არჩევნები გაიმართება ლეგალურ პროცესში, ლეგალურობას ადგენს კანონი, ლეგიტიმაციას ანიჭებს არჩევნებს ხალხი, შესაბამისად ოპოზიცია მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში, ეს ლეგიტიმაციის საკითხს ვერ შეცვლის. ჩვენ ვხედავთ, რომ თვითონ თავად ოპოზიციაში არ არსებობს ერთიანი მიდგომა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, მიიღებენ თუ არა ისინი მონაწილეობას, ამასთან დაკავშირებით პასუხი მარტივია, რა დავალებასაც მიიღებენ უცხოეთიდან, იმის საფუძველზე იმოქმედებენ. 20 წლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში ქართულიანი სავალდებულო სწავლება ბრუნდება. საკანონმდებლო ორგანომ საკითხის განხილვა ენათ მეცნიერების გიორგი გოგოლაშვილის და ნანა მაჭავარიანის მიმართვის შემდეგ დაიწყო. იდეას განათლების კომიტეტის მხარდაჭერა უკვე აქვს. ქართულიანი სავალდებულო სწავლება უნივერსიტეტებში 2005 წელს შეწყდა. დიდი მადლობა. სად არის კონკრეტულ ან კულტურულ ნაციონალური მოძრაობა ებრძოდა საქართველოს იდენტობას და მათ შორის ამის მაგალითი შეიძლება მივახსენოთ 2005 წელს მიღებული გადაწყვეტილება, როცა ყველა უნივერსიტეტში გაუქმდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა და ქართული ენის სწავლება აღარ იყო სავალდებულო საუნივერსიტეტო პროგრამაში, რამაც რა თქმა უნდა შესაბამისი გავლენა მოახდინა ქართული ენის სწავლებაზე, მათ შორის 2005 წელს გაუქმდა ქართული ენის პალატა, გაუქმდა პარლამენტში ენის კომიტეტი, გაუქმდა პრეზიდენტთან ქართული ენის საბჭო, იმაზე მიუთითებდა, რომ ეს იყო მიზანმიმართული შეტევა ქართულ ენაზე. შესაბამისად, ჩვენ 14 აპრილს განვიხილეთ საკანონმდებლო წინადადება, რომლითაც ხარი დაუჭირეთ, რომ 2025 წლის 1 სექტემბრიდან სავალდებულო გახდეს უმაღლეს სასწავლებლებში პირველ საფეხურზე ბაკალავრიატში ქართული ენის სწავლება. რა ფორმით მოხდება ეს ყველაფერი, ამას რა თქმა უნდა ხარისხის ცენტრი უნივერსიტეტებთან ერთად გადაწყვეტს. ფუტკრის დაავადების მართვის საკითხებზე შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა შეხვედრა გამართა. მიზანი დაავადების დროული აღმოჩენა და საფუტკრების მასობრივად დაზიანების თავიდან არიდება. აღსანიშნავია, რომ ტროპილელოფსოზის სავარაუდო შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა ჩაატარა. ოფიციალური ინფორმაციით აიღეს ნიმუშები, რომელიც სახელმწიფო და საფრანგეთში მდებარე ლაბორატორიებში გაიქცევნა. დაავადების მართვის შესახებ საინფორმაციო მასალები მეფუტკრეებს უკვე დაურიგდათ. შეხვედრაზე გადაწყდა ის, რომ ამ ჯგუფის ფარგლებში შეიქმნება ქვესამუშაო ჯგუფები სხვადასხვა თემატიკის მიხედვით, რომლებიც გააკონტროლებენ არა მარტო ტროპილელაფსოზის გავრცელების შემცირების და მინიმიზაციის საკითხებს, არამედ ყველა სხვა იმ დარგობრივ პრობლემატიკას, რაც არის გავრცელებული მეფუტკრეობაში. დაავადება მართულია იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები ეცდებიან მის აღმოჩენას. თუ ადამიანები ერთს მაინც დაინახავენ, ჩამეთვალოთ ეს პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ჩვენსაც ხელს არსებული ზოოტექნიკური და ქიმიური და
ბიოლოგიური საშუალებებით შეგვიძლიათ მართოთ თავისუფლად. ეს დაავადება არის დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რაიონში. ეს იმას ნიშნავს, რომ მეფუტკრეები მომზადებული უნდა შეხვდნენ, რომ არ დაეღუპოთ საფუტკრეები. გვაქვს უკვე პრეპარატები, ვიცით რა პრეპარატებით უნდა ვუმკურნალოთ, ამისათვის გვაქვს ზოოტექნიკური მეთოდები, ვიცით რომელი ზოოტექნიკური მეთოდებით უნდა ვუმკურნალოთ. ვანის მუნიციპალიტეტში შიდა სახელმწიფოებრივ გზებს აკეთებენ. ბაღდათივანი დაფნარის გზის მონაკვეთზე პროექტის ღირებულება 3.200.000 ლარია. ოფიციალური ინფორმაციით სამუშაოები მიმდინარეობს ვანის 20-მდე სოფელში. მოვინახულეთ ბაღდათი ვანი დაფნარის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის სამუშაოები. მიმდინარეობს გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობა, მოწესრიგდება გვერდულები, განთავსდება საგზაო ნიშნები, ასევე დავათვალიერეთ შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. იგება 30 კილომეტრამდე გზა, რომლის ღირებულება შეადგენს 8 მილიონამდე ლარს. მიმდინარე წლის ბოლომდე დაახლოებით 20 სოფელში განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. პროექტი, რომელიც ჩვენ ბევრჯერ აღვნიშნეთ და არის საუკუნის პროექტი ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის და ჩვენი ქალაქისათვის, ეს არის საკანალიზაციო სისტემა, არის წყლის სისტემა და არის წყალდამრიდი სისტემა. ეს მოიცავს როგორც ქალაქის წყლით მომარაგების სამუშაოებს, ასევე იქნება დაახლოებით 6 სოფლის წყალმომარაგების სისტემა. გორი დღეს ქალაქის ფარული ხატის დღესასწაულს ოქონობას აღნიშნავს ტრადიციულად სადღესასწაულო წირვა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ ოქონას ახლად აღდგენილ ტაძარში აღავლინა დღესასწაული ოქონის ხატს უკავშირდება, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის ფარულად მიიჩნეოდა, თუმცა საბჭოთა პერიოდში ხატი ქალაქს ჩამოართვეს, ტაძარი კი დაანგრიეს. 90-იან წლებში ხატი ცხინვალის მუზეუმიდან დაიკარგა, მოგვიანებით ის ქრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს და საქართველოს დაუბრუნეს. კერძო შემოწირულობებით უკვე აღდგენილია მისი სახელობის ტაძარიც. ცხინვალის შიდეული სამშაბათი დღე გამორჩეული დღე არის და მით უმეტეს ჩვენი ქალაქისთვის, გორისთვის, რადგან ერთ-ერთი ძირძველი ტაძარი, რომელიც ოქონის სახელობით არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარის დღესასწაული არის და დღეს მისი მაღალყურლად სამდელოესობა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრი აღავლეს მსახურებას და მსახურების შემდეგ კი ტრადიციულად მოეწყობა მსვლელობა. ოქონის ხატი ეს არის ვედრება უფლისადმი დედა ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლისა. მე მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს ოქონობა, მიულოცო დღევანდელი დღე და შევთხოვო უფალს, როგორც ევედრებოდა მისი დედა და ევედრებელი, რომ მშვიდობა მომატლოს ჩვენს ქვეყანას და სრულიად საქართველოს. ულოცავ აღდგომის ცხინვალის დღესასწაულს უფლისა და განსაკუთრებით დღევანდელ დღეს. დღეს არის ოქონობა და ოქონობა ჩვენი ქალაქისთვის, გორისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ვფიქრობთ, ეს არის დღე, როცა ყველა ერთად უნდა ზეიმობდეს ოქონობის ამ მშვენიერ დღესასწაულს. 92 წლის ასაკში მოქანდაკე ზურაბ წერეთელი გარდაიცვალა. ის საკუთარ სახლში მოსკოვში ოჯახის გარემოცვაში იმყოფებოდა. ქართველი მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი და თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი 1934 წელს თბილისში დაიბადა. 1950-იანი წლების ბოლოს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, 60-იანი წლებიდან კი ძირითადად რუსეთში მუშაობდა. ზურაბ წერეთელს ეკუთვნის თბილისის შემოსასვლელში მდგარი წმინდა ნინოს მონუმენტი და თავისუფლების მოედანზე აღმართული წმინდა გიორგი. დღის ყველა ამბავი